მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა სიტყვა იურისტს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ცნობილი სისხლის სამართლის ადვოკატი ბატონი გელა ნიკოლაიშვილი. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მართალია საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი პიროვნება ბრძანდებით, მაგრამ თუ შეიძლება 2-3 სიტყვით გაგვეცანით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან პირველი სტუმრობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. რაც ეხება ჩემს ბიოგრაფიას, თლათ მოკლედ არ გამოვა გამომდინარე ჩემი საკმაოდ დიდი ასაკიდან გამომდინარე, თუმცა შევეცდები მოკლედ გითხრათ. ესე იგი 91 წელს დავამთავრე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ჩემი პირველი სპეციალობა არის ისტორიკოსობა. 84-85 წელში, წელიწადნახევრის განმავლობაში ვიმყოფებოდი კგბ-ს ციხეში, ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდისთვის, ისე რომ ციხის სისტემას გარედანაც ვიცნობ და შიგნიდანაც. და რომ არა გორბაჩოვის მოსვლა და პერესტროიკის დაწყება შეიძლება წელიწადნახევარი კი არა, 5 და 6 წელი ყოფილიყავი იქ, მაგრამ ამ კუთხით გამემართლა. შემდეგ დაიწყო ეროვნული მოძრაობა, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება შეიქმნა პირველი ორგანიზაცია არაფორმალური, რომლის შექმნის ინიციატორებს შორის ერთ-ერთი მეც ვიყავი 87-88 წლებში აი ამ დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ძირითადად იქ. შემდეგ 92 წლიდან 95 წლამდე ვიყავი საქართველოს პირველი პარლამენტის წევრი. და 95 წლის შემდეგ დავიწყებ აქტიურად იურიდიული საქმიანობა. ახლა მანამდეც აი ეს დისიდენტური საქმიანობის დროს ადამიანის უფლებათა დაცვა, რა თქმა უნდა, მთავარი იყო. პარლამენტშიც ადამიანის უფლებათა დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. მაგრამ თვითონ იურისტის დიპლომი, როგორც ასეთი, იურიდიული ფსიქოლოგიური ინსტიტუტი დავამთავრე 99 წელს და იმის შემდეგ, როგორც პროფესიონალი იურისტი, გავხდი ადვოკატი და იმის შემდეგ უკვე რამდენი წელი გამოდის 26 წელი როგორც პროფესიონალი ადვოკატი, ხოლო დანარჩენ მანამდეც ახლა როგორც უფლებადამცველი უფრო დიდი სტაჟი შეიძლება ითქვას და საინტერესო შეიძლება ისიც იყოს, რომ ჩემი პირველი კლიენტი როგორც ადვოკატის, უბრალოდ მაშინ ადვოკატი არ ვიყავი ჯერ კიდევ, მაგრამ იყო ესეთი ინსტიტუცია საზოგადოებრივი დამცველი. ეს იგივე ადვოკატის ფუნქციებს იყო, სასამართლო პროცესზე გამოდიოდა და მე როგორც საზოგადოებრივი დამცველი, თხოვა მისი წარმომადგენელი ყოფილიყავი, მაშინ ჩემმა პირველმა კლიენტმა ჯაბა იოსელიანმა. და მას ყავდა რა თქმა უნდა თავისი ადვოკატი, თავისი მეგობარი იყო ბავშვობის ძალიან კარგი ადვოკატი გოგმარ გაბუნია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ რაღაც მასთან გადაკვეთა მქონდა, ერთი და იგივე პარლამენტის წევრები ვიყავით 1992-95 წლებში. იქიდან ნაცნობობის გამო მან რატომღაც მოინდომა რომ პროცესზე მეც ყოფილიყავი, ანუ ორი ადამიანი ვიცავდით, მას წელიწადზე მეტი გაგრძელდა ეს ეგრეთ წოდებული საუკუნის პროცესი ეძახდნენ და მისი დიდი ისიც იყო სხვათა შორის ბიჯგი, რომ გინდა თუ არა შენ გააგრძელე ადვოკატობა, აი შენ გამოგდის და აი ეს რაღაცა წაქეზების მომენტები იყო იქაც, იმიტომ რომ 15 კაცი იყო და ძალიან ბევრი ადვოკატი თავისთავად მინიმუმ 15 ზოგს ორი ადვოკატი ყავდა და მეუბნებოდა რომ აი უყურე ახლა აი რომელია აქ შენზე უკეთესი რომ ესენი ადვოკატები არიან და შემდეგ წავიდა და რეალურად ხო არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა ჩვენ შექმნილი რომ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის და ამ კუთხით მუშაობდით როგორც უფლებადამცველები. ფორმალურად ეს ორგანიზაცია დღესაც არსებობს, მაგრამ როგორც პროფესიონალი ადვოკატი ისე ვიმეორებ, აი ამ 26 წლის მანძილზე დამიგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება და აი ამ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გაინტერესებთ კონკრეტულად. ახლა კი გადავიდეთ იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. დღევანდელი ჩვენი თემა უკავშირდება იერარქიის კანონს. ბატონო გელა, რა არის მთავარი, რაც უნდა იცოდეს ნებისმიერ მამოქალაქემ იერარქიის კანონის შესახებ? დავიწყებ იმით, რომ აი როდესაც 95 წელს იქნა მიღებული 94-ში პირველი იერარქიის კანონის შესახებ კანონი
აი მანამდე არ არსებობდა ეს იმ პერიოდში როგორც გითხარით მეც ვიყავი ერთ-ერთი წევრი პარლამენტის და მეც მაქვს მონაწილეობა ამ კანონის მიღებაში მიღებული თუმცა რა თქმა უნდა იმის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ვისაუბროთ დღევანდელ მდგომარეობით რას წარმოადგენს იარაღის შესახებ კანონი იარაღის შესახებ კანონის მიხედვით ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შეიძინოს იარაღი პისტოლეტზე ალაპარაკი და არა ავტომატური იარაღზე და ოღონდ უნდა კონდეს რა თქმა უნდა ცნობა ფსიქიატრისგან ცნობა ნასამართლობის შესახებ და გამოცდა უნდა კონდეს ჩაბარებული ელემენტარული რაღაცებს უნდა ერკვევდეს ეს უნდა ოღონდ ეს არის იარაღის შენახვის უფლება და არა ტარების არის გამონაკლისები შეიძლება დავარქვათ ვისაც აქვს ტარების უფლება ნუ მე არ ვამბობ ახლა ეგ მოქმედ ძალოვან სტრუქტურებზე ჩვეულებრივად ვინც არ მუშაობს ძალოვან სტრუქტურებში ვინც პოლიციელი არ არის ადვოკატს აქვს ტარების უფლება არა აქვს ადვოკატს ტარების უფლება მე მაგალითად მაქვს ტარების უფლება როგორც ყოფილ პარლამენტის წევრს აი ეს კატეგორია არის პარლამენტის წევრების რომლებსაც აქვთ უფლება ყოფილ პარლამენტის წევრებს ტარების და მოქმედებსაც რა თქმა უნდა და ასევე აქვთ უფლება ყოფილ თანამშრომლებს ძალოვანი სტრუქტურების ოღონდ ყველას არა მაიორის ჩინიდან და ზევით მაიორი ვიცე-პოლკოვნიკი პოლკოვნიკი გენერალი აი კაპიტანი და ლეიტენანტი და მათ არა იარაღი უნდა იყოს შენახული სპეციალურ საცავში, ნუ საცავი ვთქვათ ახლა ეს არის რა ქვია ისე რომ მიუწვდომელი ადგილი იყოს, აი ახლა ხან გახსოვთ იარაღის დაუდევრად შენახვისთვის რომ თვითმკვლელობით ცდელობა რო ქონდა ამ თორნიკე რიჟვაძეს და იქ გვარი დამავიწყდა იმ კაცის, რომელიც მასპინძელი ვინც იყო და ახვლედიანი ხო მას ესე იგი ბრალი წაუყენეს და იმიტომ რომ შენი იარაღი დაუდევრად რო ქონდა შენახული და სეიფში არ იყო ჩაკეტილი ამიტომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს ანუ გადაადგილების შემთხვევაში რა ხდება თუ ნებართვა არ აქვს ხო აი ეგ არის ძალიან საინტერესო მომენტი პირველ რიგში იარაღს რო ყიდულობ ის გაძლევს უფლებას რომ აი უფლებას კი ცნობას რომ შენ ამ წუთს ამ საათსა და ამ წუთზე შეიძინე და რაღაც 1 საათის თუ 2 საათის ვადაში გაქვს უფლება რომ ეს გადაიტანოს ახლამდე და მისამართსაც წერენ მაგრამ თქვა შენ სახში მითითებული გაქვს რომ ამადა მისამართზე მინახავ ამ იარაღს და გინდა წაიღო თქვა იმაში რა ქვია აგარაკზე ან სხვა სახში სხვა მისამართზე წერ განცხადებას პოლიციაში დაშლილი მდგომარეობით გადაგაქ ეს იარაღი დაშლილი მდგომარეობაში და თუ ვინმე გაგაჩერებს ეს უკვე კანონიერია საბუთი გაქვს ისინი უფლება მათ უფლება მოგცეს თუმცა უყურეთ როგორ არის აქ ცოტა შეუსაბამო რაღაცა არის ადმინისტრაციული კოდექსითაც არის ამაზე ჯარიმა თუ გადაგაქ და სისხლის სამართლის კოდექსით ეს უკვე ითვლება იარაღის ტარებაში თუ შენ არ აგაქ ის რა ქვია უფლება აღებული რომ გადაიტანო კანონიერად 4-დან 7 წლამდეა ტარება უკანონო ტარება და უკანონო შენახვა არის 3-დან 6 წლამდე ციხე და მე მქონდა სხვათაშორის ამ ბოლო შარშან იყო შარშან წინ ერთი საქმე რომელიც არის ძალიან პრეცედენტული შეიძლება ითქვას მკვლელობა მოხდა მოკლედ ძალიან გახმაურებული მკვლელობა იყო ლაგუნა ვერესთან მიმდებარე ტერორი 3 ადამიანი მოკლეს იქ ბევრი იმას ქნეს რა ქვია დაიჭრა და ოფისის ხელმძღვანელი ვინც იყო მას ჰქონდა იარაღი თავის ოფისში კანონიერად გაფორმებული და რა თქმა უნდა საერთოდ ის იყო მსროლელი იყო რა სპორტსმენი და ჩემპიონი საქართველოსი და ამიერკავკასიის და რაღაც და ამ ადამიანს ჰქონდა და იქ რო სროლები ატყდა ვიღაცა ერთი ჯგუფი მეორეს დაეჯახა ახლა ეს არ არის საინტერესო ამან გამოიტანა თავისი ოთახიდან იარაღი თავისი კაბინეტიდან ოფისის ხელმძღვანელი იყო და შეიტანა იმ ოთახში გვერდზე სადაც ეს გარჩევა მიმდინარეობდა და რო ატყდა იქ სროლები ამან თავი დაიცვა მოკლედ და გადარჩა სიკვდილს იქ 3 მოკვდა ბევრი დაიჭრა და ეს სასწაულებრივად გადარჩა მაგრამ დააპატიმრეს ეს ადამიანი იარაღის უკანონო ტარებისთვის. ახლა ეს კაცი ამბობს რომ იცით რა მე იარაღი მაგ კანონიერად შეძენილი. ფლობის უფლებით, შენახვის უფლებით და
გადატანის დროსაც მე გადავიტანე ეს დაშლილ მდგომარეობაში ოფისში, იმიტომ რომ იქ პანდემიის პერიოდი იყო, ღამე ვერ გამოდიოდით, რაღაცა იქ ოფისი დასაცავი იყო რაღაცა და კაბინეტში მედოდა. ეხლა ეს აუცილებელი მოგერების ფარგლებში რომ აღმოჩნდი, გამოვიტანე ეს იარაღი და არავინ არ დამიჭრია, მე პირიქით ისე ვისროდი რომ იმათ ამეცილებინა და მართლაც ისეთი მსროლელია რომ აი თვალში რომ გაარტყოს ადამიანს და სხვა ვერაფერი ვერ წაუყენეს ამ ადამიანს. ეუბნებიან 4-დან 7 წლამდე. ეხლა უყურეთ როგორ არის, როდესაც შენ იარაღი გადაგაგ და დაგიჭირეს, თქვათ, აღმოაჩენს. იმ წუთში ბრალს ვერ გიყენებენ, იმიტომ ეს იარაღი უნდა გადაგზავნონ ექსპერტიზაზე, იქნებ სათამაშოა, იქნებ გაფუჭებულია, იქნებ არის სურის და ეს არც დაუჭერიათ, ხო? ამან თქვა რომ მე გადავიტანე ისე რომ დაშლილ მდგომარეობაში არავით არის საფრთხე, არავის არ ქონდა, ჩემი იარაღი. და პირველმა ინსტანციამ გამოუტანა მაინც განაჩენი, რომ შენ აი ეს მაინც რომ გადაიტანეო, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულადაც ითვალისწინებს ეს რაღაც ჯარიმას, არა, უკვე წელიწადი იყო ლამის პატიმრობაში და ეხლა აი მე-3 თუ მე-4 წელი დაიწყო უკვე იმ საქმეს. ხო და მეორე ინსტანციამაც და უზენაესმა სასამართლომაც თქვა, რომ არ არის ეს დანაშაული. იმიტომ რომ ადამიანს კი შენ უნდა დაუმტკიცო, ხო კი შეიძლება იტყუება რომ მე დაშლილ მდგომარეობაში უпростоოდ ის ამბობდა ცალკე გადავიტანე ეს რა ქვია ზატორს რო ეძახიან, ცალკე ჩასადები, ცალკე ლულა მოუხსენ. ანუ იარაღი მთლიანად არ გადამიტანია, ნაწილ-ნაწილ გადავიტანე დაშლილი. ამას შეიძლება იტყუება ადამიანი, მაგრამ შენ ვერ უმტკიცებ ამას, ხო? ამიტომ ამ ნაწილში გაამართლეს, მაგრამ უყურეთ რა სიცნეს მაინც იგივე მუხლი დაუტოვეს და რა სიცნეს ბრალდებულად. შენი ოთახიდანო, კაბინეტიდანო, იმ მეორე ოთახში რო გაიტანე, ეს ხო ატარე უკეო. ეს არის უკვე უკანონო ტარებაო და 4 წელი რაც მიჯილი ქონდა, მაინც ძალაში დატოვეს. დატოვეს. ხო, ისე რომ ეს არის ძალიან აი ესეთი ნიუანსური და სახიფათოა იარაღთან. მოპყრობაც ეს თავისთავად და სამართლებრივადაც ძალიან საშიშია. და კიდევ სოციალურ ქსელში ხვდებით ვიდეოებს, სადაც ადამიანები დემონსტრაციულად აჩვენებენ იარაღს. ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც მუქარა, სხვა სამართლებრივი დარღვევა, თუნდაც უთქვას. აი უყურეთ როგორ არის საქმე. თუ მე ჩემს სახლში ვარ, სადაც იარაღის კანონიერი შენახვის უფლება მაქვს და სხვა შორის თუ გარეთ გავედი და იქ უკვე დავინახეს, იქ უკვე ტარებაა. და ამიტომ შეიძლება იმას რა ქვია 4-დან 7 წლამდე მუხლი მოგეყენა. და რაც შეეხება ამ დემონსტრირებას თავის სათამაშო იარაღი. ხო, ეგ ხო არავინ არ იცის. თუნდაც რეალური ნამდვილი იარაღი იყოს, ხო? იარაღი, ესე იგი, როდესაც არის შენი მფლობელობის ქვეშ და შენ დემონსტრაციულად აჩვენებ, ეს არ არის არანაირი მუქარა, მაგრამ შენ თუ თან ეუბნები იმას, რომ იცი რა, მე შენ შუბლს გაგიხვრიტავ, ესა. ეს უკვე არის მუქარა და მუქარის იმაში გადადის უკვე 151 მუხლში, როდესაც, მაგრამ ეს მუქარაც რა არის, იცით? როდესაც აღიქვამს რეალურად ამ მუქარას. ახლა ამ მუქარაზეც უკვე გადავედი, ცოტა სხვა იმას მივდივარ, მაგრამ აი ზუსტად ერთი რამდენიმე თვის წინ მქონდა ეგეთი პროცესი, რომ ადამიანმა ტელეფონზე უთხრა ერთი რაღაც ვალზე იყო ლაპარაკი, რომ შენ შევცემი ვალი აქვს რაღაცა და თუ არ მომცემს, აი მოვაკვლევინო რაღაც და ამ კაცმა უთხრა, რომ ჩემ შულს ვინც შეეხება ოჯახიანად გადაუბუგავო. გადაუწვა ოჯახსო. წავიდა ეს ქალი და იჩივლა, რომ იმას ვქენიო, რა ქვია, მე რეალურად აღვიქვი ეს მუქარაო და ამ კაცის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომ მართალია არ დააპატიმრეს, მაგრამ 2000 ლარი ჯარიმა დააკისრეს. ხო, მე ვეუბნები და მართლაც არ არის ხო ეს მოგკლავ მე შენ რომ გითხრა, ხო, ტერმინია, ხო, არ ვიცი რაც გიზავიცოთ. ამ კაცმაც უთხრა, კაცო, რო ეკითხებით ამ ქალს მეზე პროცესზე, რომ მანამდე თქვენ რამე დაგმუქრებია ან განუხ არა. ამ მუქარის შემდეგ მოსულა ცეცხლი წაუკიდებია ან სხვა არა. აბა რეალურად რანაირად აღიქვი, ხო? მაგრამ ნუ სასამართლო და სხვა შორის მოსამართლე მითხრა, რომ ჩემთვისაც საინტერესოა გაასაჩივრეთო და რას იზავენო ზემდგომშიო. ძალიან საინტერესოა. დამსწრეს საზოგადოებას ხომ არ აქვს კითხვები? ბატონი გელას გამოცდილებიდან გამომდინარე, დამწყებ პრაქტიკოს იურისტებს რას ურჩევთ?
პრაქტიკოს იურისტებს ურჩევდით პირველ რიგში იმას, ამ შემთხვევაში ადვოკატებზე მაქვს ლაპარაკი, როდესაც თავიანთ დასაცავ პირთან ექნებათ ურთიერთობა, აუცილებლად უნდა იყვნენ გულწრფელები და აუცილებლად არ უნდა მისცენ იმის რაღაცა ზედმეტი იმედები, იმის გარდა იმისა, რაც რეალობა უნდა დაანახონ და ასეთ შემთხვევაში ისიც გულწრფელი იქნება თქვენს მიმართ, ზედმეტი მოლოდინები არ ექნება, იმიტომ რომ ბევრი ადვოკატებთან კონფლიქტებიც გამიგია, მინახავს, ამას პირდებოდა იმას. ჯერ ერთი ადვოკატთა კოდექსიც ქცევის წესებიც კრძალავს იმას, რომ შენ რაღაცა გარანტიები მისცე შენს კლიენტს. თვითონ ეს ეთიკის კოდექსიც კრძალავს ამას და მე ისედაც პრაქტიკულად ხო რატო უნდა მოატყუო ადამიანი, როდესაც ხვალდას ეგ დადგება რეალობა, რომ ეგრე არ არის. შეიძლება უთხრა, აი თუ ესე წავა საქმე, აი ამის მოლოდინი მაქვს, თუ ისე წავა, იმის მოლოდინი მაქვს, მაგრამ ის რომ მე შენ ამას ან საპროცესო აუცილებლად გაიკეთებ, ან გაგამართლებ, ან შევაცვლევინებ რაღაცა, ეს არ უნდა უთხრა და ეს პირველ რიგში არის ნდობის საკითხი და ნდობაზე თუ ნდობა არ აქვს, ნუ მაშინ არც იქნება კომუნიკაცია და რეალური მუშაობა შენ კლიენტთან წარმატებული ვერ იქნება. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის.